მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი პატივისცემითა და სიყვარულით და რა თქმა უნდა, ამ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე უახლოეს წარსულში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით. ძალიან მალე. თუ კი რამე გამოხატავს სიყალბეს, თუ კი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არა მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არაუბრალოდ გაყავდა და არაუბრალოდ ტოტალურად გაყავდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობითა და შანტაჟითა და მუქარით. მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგი, რომელიც მათ გაიფორმეს, ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ. ამ შედეგს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით დიახაც. ახლა როგორც არასოდეს. დღეს უფრო მეტად ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ, არა, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაიქვა სახელად ქართული ოცნება. თქვენთან ერთად, ჩვენი მეგობრები არ ვაპირებთ უკან დახევას, ხახტო. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა თითოეულ აქ ყოფს ჟურნალისტს, ფოტოგრაფს, ოპერატორს. უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც 30 დღეა უკვე შიმშილობს სამარტოო საგანში. დიდი მადლობა მას, ვიცი ახლა გვადევნებს თვალყურს და მე მინდა მას მივმართო. მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა. მე როგორც შენი თანამებრძოლი, როგორც ქართველი, როგორც საქართველოზე მოქალაქე, ბევრი ეცადეს ტერმა თუ სადღაც მოყვარეება, რომ ჩვენ შორის არასებული რაღაცა უთანხმოება ჩამოეგდოთ, ხომ? მაგრამ როდესაც ამ ცდილობებს ხედავდი, კიდევ უფრო მეტი ჟინი მიჩნდებოდა და მეტი мотиваცია, რომ გვერდში დაგდგომოდი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ იქიდან კი არ გვიყურებდი, არამედ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო თავისუფალი, გარეთ საქართველოს ღირსეული პატრიოტი, დიდი ქართველი ადამიანი, ოღონდ არა გამოკეტილი ციხის საკანში. გამაგდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. ჩვენ კი ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, აქ მამუკა მისაუბრა, ელენე მისაუბრა, ირაკლი მისაუბრა. ჩვენი ბევრისთვის მოულოდნელი ერთობით, განსხვავებული ადამიანებით რომ შედგა. ყველა ჩვენი მხარდაჭერი ამორჩეველი ყავს და ერთმანეთს პატივს ვცემთ, მაგრამ შესაძლებელია ერთმანეთს ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდეთ და ხშირად ერთმანეთსაც, ასე ვთქვათ, ცხარე კამაცას არ ვაკლებთ. მაგრამ ამ ერთობამ და ამ კოალიციამ მოდით ვაღიაროთ, ტყუილისთვის შესაძლებლობას არ მომცემთ, გამარჯვების რწმენა შთაბერა თითოეულ ჩვენგანში. ხო მართალია, დიახაც, იმიტომ რომ თქვენს
ისევე როგორც მე და სხვებმა ჩვენმა მაყურებლებმა დაინახეს, რომ უპირატესი ამოცანა და მიზანი არის ამ ქვეყნის თავისუფლება, ნორმალური დემოკრატიული ცხოვრება, ევროპული ოჯახისკენ სწრაფვა და წინსვლა და ასეთ დროს როგორ არ უნდა გაიხარო, როგორც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ აღმოჩნდებიან ადამიანები ჩვენს გარშემო, ჩვენ მათ გარშემო, რომლებიც გადადებენ განსხვავებულობებს, უთანხმოებებს გვერდით და ჩვენი შვილების და ხვალინდელი უკეთესი დღის საკეთილდღეოდ ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და ფართო კოალიციის სახით წარსდებიან თქვენს წინაშე. ამანაც ძალიან დიდ წილად, რა თქმა უნდა, აღაშფოთა, აცახცახა ხელისუფლება და დააშვებია ის შეცდომები, რომელიც მან გუშინ დაუშვა. ხელისუფლებას ამაოდ ჰგონია, რომ მან გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი თქვენი სახით ძალიან მალე და ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი мотивაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. დიახ, ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში, კერძოდ სამშაბათს, ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვიყოთ ქუთაისში და სხვადასხვა ასევე ქალაქებში მომდევნო დღეებში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამიგოთ ახლა, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ მცირე დრო იმისათვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი სოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველიზე, გამზირზე, კვირა დღეს იყოს მასშტაბური როგორც არასოდეს, მაგრამ ეს აქცია და ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისაგან და შეკრებებისაგან. ბევრი თვალსაზრისით, ძალიან ბევრი თვალსაზრისით ეს იქნება განსხვავებული. და ნება მომეცით ამაზე მეტად დეტალებში ახლა არ შევიდე. რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება იმაზე მეტი და იმაზე დიდი, ვიდრე ბოლოს ვიყავით ჩვენ 14 ოქტომბერს, თუმცა შინაარსი და დატვირთვა იქნება განსხვავებული. ისეთი, როგორიც ემსახურება ამ სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომ მე მინდა თქვენი აკოფნით ვისარგებლო და მედიის საშუალებებითაც ვისარგებლო და გთხოვოთ, რომ მათ შორის დედაქალაქში, სადაც მუშტი კრივიცკი გაგვიმართეს, სადაც ადამიანებს იარაღებს უდებდნენ, ხელყუმბარებს უდებდნენ, პასპორტებს ართმევდნენ და მარტო არა თბილისში, სადაც საჯარო მოხელეებს აიძულებდნენ, რომ შემოეხაზათ მათი კანდიდატი და ფოტო გადაიღოთ, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობდა და ერთ-ერთი ასეთი ბიულეტენი ნახეთ, მე მგონი, ხო, სოციალურ ქსელში გავრცელებული, როდესაც ქალბატონმა შემოხაზა ბატონი კალაძე, გადაუღო ფოტო, მერე გადახაზა ბატონი კალაძე და შემოხაზა ოპოზიცია და პოსტსკრიპტუმ იქვე ბიულეტენზე წარწერა გააკეთა, რომ გთხოვთო ამ ბიულეტენსო ბათილად ნუ ჩამითვლითო, სამსახურის დაკარგვის შიშით ვაკეთებ ამასო და გაითვალისწინეთ კომისიის წევრებო. აი ეს მიმართა, მხოლოდ ამ ქალბატონის ერთი ცალი ბიულეტენის გამო რის ბრძოლა ბოლომდე, ხახტო, მხოლოდ აი ამ ერთი ქალბატონის ბიულეტენის გამო. ასევე მე მივმართავ ეხა ივანიშვილს და ღარიბაშვილს და კობახიძეებს და ვინც კი არიან ჯერჯერობით იქ სადაც არიან. მალე ეს ბრძოლა, რომელიც გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან სამართლიანი ბრძოლა, რომელიც
მიეძღვნება უბრალოდ სამართლიანობას და ჩვენი მოპარული ხმების უკან დაბრუნებას და ცვლილებებს დიდწილად აუცილებლად გულისხმობს იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ოპოზიციის ხარდაჭერები და ჩაუდეთ იარაღები და ხელყუმბარები სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებში. აუცილებლად ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, მათ ოჯახის წევრებსაც მიმართავ, ვინც ახლა დაკავებული არიან. ჩვენ მათ არ მივატოვებთ ამ განსაცდელში. მესმის, ეს ბრძოლა არის მძიმე, მაგრამ ამავე დროს ხომ არის საამაყო. ეს ბრძოლა არის შესაძლებელია დამღლელი მავანისთვის, მაგრამ ამავე დროს არის ამაღელვებელი. ეს ბრძოლა რამბივად არის სტრესული, მაგრამ ამავე დროს თავისუფალი ადამიანების მიერ თავისუფლად გამოხატული ნებით ჩართულ ბრძოლას ვადენებთ ჩვენ თვალყურს და არა ძალდატანებით, არა ვიღაცის მიერ დიქტანტით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლებას მოედანზე მოსული ხალხი ვართ. აი ესე სახელდახელოდ უბრალოდ თხოვნით პირველი საათი იყო, როდესაც 2:30 იყო, როდესაც ჩვენ ბრიფინგი ჩავატარეთ და გთხოვეთ, რომ შევკრებილი ყავით რუსთაველის გამზირზე 7 საათზე. სულ რამდენიმე საათი თადე და ხედავთ რამდენი ადამიანია და ადვილი წარმოსადგენია რამდენი ვიქნებით ჩვენ კვირა დღეს. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ ხახლო. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ყველაფრისა, რაზეც მე ვისაუბრე, დიდწილად დეტალებში, მაგრამ განგებ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არ შევედი დეტალებში, იმიტომ რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მომავალში უახლოეში ვისაუბრეთ, მათ შორის აქ რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე კვირა დღეს და ბათუმშიც, ქუთაისშიც და ზუგდიდშიც და სხვა ქალაქებშიც. მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის პარალელურად დიახაც გასაჩივრების პროცედურებშიც შევდივართ, არ დაგიმალავთ. რატომ შევდივართ, იცით? იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელთანაც ძალიან მჭიდრო კავშირი და კომუნიკაცია გვაქვს. და გვინდა რომ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ დავაწუნდოთ ჩვენი მეგობრები იმ რეალობაში, რომელიც არსებობს, რომ ამ სახელმწიფოში ინსტიტუტი როგორც ასეთი, სასამართლო როგორც ასეთი არ არსებობს. ჩვენ არ გვინდა ერთმა ადამიანმაც მაინც, ერთმა სტრატეგიულმა ამ ქვეყნის კომაგმა მაინც ისე გაგვიგოს, რომ მთელი ჩვენი თავარი ნება ჩვენი არის აქციებში მონაწილეობის მიღება. არ მოქცეულიყო ბიძინა ივანიშვილი ისე როგორც მოიქცა გუშინ და არა მხოლოდ გუშინ და დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. მე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ქონდა პატივი რა, რომ სიტყვით მომემართა თქვენთვის და მე მეგონია სრულიად გულახდილად ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რა ბედს გამოიჭედავს საკუთარი თავისთვის, მასზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ მომდევნო შეკრებებს რას მიუძღვნით? აირჩია ის გზა, რომელიც აირჩია ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ჩვენი პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური. ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისობაში მოსული იმ ძალადობასთან, რომელსაც იგი ჩადის. ოღონდ იმ სიმტკიცით ვუპასუხებთ და იმ წერფელი გულით, მაგრამ მრავალრიცხოვნებით, როგორცაც ვცემდით, რა პასუხსაც ვცემდით ბოლო განსაკუთრებით პერიოდის განმავლობაში. ვერ ჩაგვითრიეს ჩვენ დაპირისპირებაში, ვერ ჩაგვითრიეს ჩვენ შუღლის გაღვივების მორევში. ამიტომ ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, რაზეც გვისაუბრია ხშირად, რომ ისტორია უნდა დავწეროთ ჩვენ უნდა დავწეროთ ისტორია ყველა მოედანზე, დედაქალაქის, ყველა ქალაქში ჩვენი ქვეყნისა. კვირა დღემდე სხვადასხვა აქტივობები გაიმართება. მშვიდობიანი,
ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე, წინააღმდეგობრივი ღონისძიებები გაიმართება. არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუთხის შესაძლებლობას. ახლა ეს არის რეალობა. ეს უნდა ძალიან კარგად ვიცოდეთ, შეიძლება არ იყოს ადვილი ნაწილი ჩვენი მეგობრებისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყეთ, ხახდო პატივია ისო დღეს აქ დგავართ. და მე ერთი რამეს მინდა თქვენ გეუბნებოდეთ და დაგპირდეთ, ხახდო, რაც უკვე ვახსენე. ამ მოედნიდან, რუსთაველის გამზირიდან ჩვენ დამარცხებულები არ გავვალთ წელს, ჩვენ გავვალთ გამარჯვებულები, ხახდო. ბევრი თვალსაზრისით და ეს მხოლოდ და მხოლოდ ახლა არის დამოკიდებული ჩვენზე. დიახაც, მეუხერხულება და გეუხერხულებათ, ხო? ეს ასე არის. მაგრამ ესეც ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. ძალიან მიჭირს, ძალიან გიჭირთ თქვენ აქ დგომა, როდესაც იცით, რომ ჩვენი მეგობრები ციხეში არიან ადამიანები, რომლებსაც იარაღები ჩაუდეს, ხო? არიან ასეთი ადამიანები, არა? ბევრი, მათგან თქვენ ისოთ ბევრს არ იცნობთ. მაგრამ ყველა ვიცნობთ ადამიანს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ მალე დავიხსნათ პატიმრობიდან, ხახდო. ყოველ დღე, როდესაც მას უწყობდნენ აქციას, მოშიშილი ადამიანს, ციხესთან მიხეილ სააკაშვილს, ხო? და ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მასზე, მერე ნურავის ნუ გაუკვირდება ქართულ ოცნებაში, რომ ჩვენ გვაქვს დიდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იქნეს გადაყვანილი ციხის გდანის საავადმყოფოში, იმიტომ რომ მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი, ეჭვი შეტანილი ვარ, ანუ მეპარება სერიოზულად ეჭვი და არ მჯერა, რომ ამ მოძალადეების ხელში, რომლებიც აქციას უწყობენ მოშიშილი ადამიანს, იმ ადამიანების მეშვეობით, რაც ტკიხილეთ არაერთხელ, ამ ადამიანების ხელში ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ფიზიკური უსაფრთხოება იქნება დაცული. ამიტომ ეს და სხვა ბევრი კიდე საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ, თქვენ ხართ ხელისუფალი ჩათვალეთ ამ ქვეყნისა, თავარი ხმა გეკუთვნით თქვენ, სუვერენული ქართველი ერის ხმა ხართ თქვენ. მე არ მინდა ახლა ძალიან შეგაწყინოთ. წინ გველოდება ძალიან საინტერესო ისტორიული, მძიმე და მნიშვნელოვანი თავგადასავალი. სადაც უნდა ვიაროთ ხელი-ხელ ჩაკეტებულებმა და გავაოცოთ საკუთარი თავებით, ჩვენი ერთობითა და სიმტკიცით და გავაოცოთ ყველა მოყვარე და ყველა მტერი. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ აქ ახლა მომბრძანებისთვის. მე ვფიქრობდი, აი ეს განცხადებები, რომელიც გავაკეთებია სადღაც ოფისში და არ შეგვეწუხებინეთ, მაგრამ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება არა. რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ, ხო? ჩვენ დრო არ აგვაქვს იმისათვის, რომ ერთმანეთს თვალი მოვაშოროთ და ძალიან ხშირად მოგვიწერს მომავალში ერთმანეთისთვის თვალი გასწორება. მაგრამ ჩვენ ახლა უნდა მოვიკრიბოთ ენერგია, ჩვენ ახლა უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და ყველას გელოდებით დედაქალაქში, გელოდებით თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე კვირა დღეს საათს შეგატყობინებთ ხვალ კვირა დღეს, მანამდე კი ჩვენ პოლიტიკოსები და არა მხოლოდ პოლიტიკოსები გავეშურებით რეგიონებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა სიმტკიცისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის და წინ გამარჯვებისკენ, ხახდო. წინ გამარჯვებისკენ. ხშირად არის ხოლმე ნათქვამი სიტყვები ჩვენი კეთილმოსურნეების მხრიდან, იცით რა, რომ ისეთი რამ არ უნდა ვთქვათ, არ უნდა დავპირდეთ ერთმანეთს, რაც შემდეგ ფრუსტრაციაში ჩააგდებს მოსახლეობასაც და საკუთარ თავებსაცო. პოლიტიკოსებს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი გვახასიათებს ხოლმე. მაგრამ არსებობს გამონაკლისი, ხალხო, არაფერი უკან დასახევი არ აგვაქვს. უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და როდესაც უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და ეს გზა არ ჩაგვიხერხა
ბიზინა ივანიშვილმა ჩვენ თვითონ ჩავიღერგეთ უკან გზა, იმიტომ რომ ვიცით ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ამიტომ არაფერი ჩვენ არ გაგვაჩერებს, იმიტომ რომ მართლები ვართ ბიზინა ივანიშვილსაც გამოსტაცებთ ამ მიტაცებულ სახელმწიფოს მისი მაწუხებიდან და ეს ხელისუფლება გადაეცემა ხალხს, გადაეცემა თითოეულ თქვენგანს მის უდიდებულებოსობა საქართველოს მოქალაქეს. მაგრად იყავით და წარმატებები. დიდი მადლობა. და ბოდიში ამ ხანმოკლე შეხვედრისთვის, მაგრამ ასე არის ახლა საჭირო. ბევრჯერ შევიკრიბებით ჩვენ. ბევრჯერ შევიკრიბებით, ვიქნებით თანმიმდევრულები და ვიქნებით ძალიან მაგარ, მათ შორის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ფორმაში. ამიტომ მომავალ შეხვედრამდე თბილისში კვირას თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. მაგრად იყავით. დიდი მადლობა.